მოგესალმებით, სულ ცოტა ხანში დაიწყება საკმაოდ საინტერესო თამაში შვიდობის თასის დეჯგუფის დაპირისპირება. ავაზა და სიონი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ავაზა პირველ ადგილზე არის, სიონი კი არის მეოთხე პოზიციაზე, ოღონდ 4 ქულა აქვს სიონს და ორქულიანია სხვაობა გუნდებს შორის. სატურნირო კუთხით ძალიან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. დაიწყებს სიონი ჩვენს შეხვედრას. რა თქმა უნდა ველოდებით კიდევ ერთ გამარჯვებას ავაზასგან, რომელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს. სამ თამაში 2 მოგება, 1 წაგება, 12 გატანილი, 3 მიღებული, მხოლოდ საკუთარ კარში. ავაზას, სიონს რაც შეეხება, 8-8-ზე აქვს გატანილი და გაშვებული ბურთები. სამ თამაში 1 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. ამასობაში დაიწყო თამაში, მაღალი გადაცემა არის აქ ვარიანტები, მაგრამ პასი არ გამოვიდა და ბურთი ვის დარჩება საინტერესოა. სიონის ფეხბურთელები დარჩებიან, როგორც ჩანს, ბურთით წრუ მოძრაობები, შემდეგ ღუდუშაური და ვარდნაში თამაშობენ მის წინააღმდეგ საკმაოდ კარგად. ღუდუშაური ძალიან სახიფათოა ამ ფეხბურთელზე. არაერთ გუნდს გამოუცდია თუ რა დონის მოთამაშე არის ამას აქშიც კი და რა თქმა უნდა სიონის ფეხბურთელებ მოთამაშეებს ექნებათ ეს ინფორმაცია და ღუდუშაურზე უფრო მეტად ექნებათ აქცენტი გაკეთებული. ასევე გეტყვით იმას რომ მასტიაშვილი ტრამვის გამო ვერ ეხმარება ავაზას და მისი არ ყოფნა რა თქმა უნდა ცოტათი დააკლდება გუნდს და აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ჯარიმა და ძალიან სახიფათო შეტევა გამოსდის სიონს კარგი სტანდარტული ექნებათ აქ სიონის ფეხბურთელებს. ეს არის ბოლო ტურის დაპირისპირება. აუცილებლად მოსაგები თამაში არის, როგორც გითხარით, სიონს 4 ქულა აქვს, ისევე როგორც ავაზას 6 აქვს, სიონს 4 აქვს და 4 ქულით ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი დარტყმა, არაზუსტია ეს დარტყმა, იქნება დარტყმა კარიდან. ხო, კარგი შანსი აქვს ავაზას ძალიან, რომ პირველი ადგილი შეინარჩუნოს, დღევანდელი შეხვედრა მოსაგებია და დღევანდელი შეხვედრის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს შეინარჩუნებს ავაზა, რაც არ უნდა მოხდეს. სიონი ხონდა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ექნება ამ გუნდს კარგი შანსი. აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ღუდუშაურზე გავიდა გადაცემა არის აქ მომენტი. წაიქცა მე-7 ნომერი და რა ხდება ირღვევა თამაშის წესები. ამჯერად ავაზას ფეხბურთელებს ექნებათ ძალიან კარგი ჯარიმა და შესაძლებლობა იმისა რომ ანგარიში გაიხსნას ჩვენ შეხვედრაში. ღუდუშაური არის ბურთთან ახლოს, იქვე არის ასევე შიოლაშვილი და ნახოთ ვინ შეასრულებს ორივეს ძალიან კარგად შეუძლია ამ სტანდარტულის გამოყენება. ღუდუშაურს არაერთხელ დაურტყამს ძალიან კარგად სტანდარტულებიდან, ისევე შიოლაშვილსაც ნახოთ რომელი ფეხბურთელი დაარტყამს აი ამ ჯარიმას. შიოლაშვილი წავიდა ბურთისკენ და ღუდუშაურმა დაარტყა აც და აქაც ბურთი კარს და იქნება დარტყმა კარიდან. საინტერესო გათამაშება იყო, პირდაპირ არ დაარტყეს აქ ავაზას ფეხბურთელებმა და გათამაშებული იყო ეს უფრო აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ცოტათი რისკავენ სიონის მოთამაშეები. აუტი იქნება ამასობაში ბურთი დარჩება. ავაზას დათუკიშვილი მოაწვდის აუტიდან ბურთს. ღუდუშაურზე ისევ გადაცემა არ გავიდა ეს პასი ღუდუშაურის მიმართულებით. შემდეგ აქაც ცოტათი რისკი არის სიონის ფეხბურთელებისგან. ღუდუშაური დაარტყა, მაინც კიდევ ერთი დარტყმა და გაიხსნა ამ შეხვედრაში ანგარიში. ავაზა დაწინაურდა, შიოლაშვილი გოლის ავტორი. ღუდუშაურის დარტყმა მეკარე მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კი იყო მერვე ნომერი და ბრწყინვალედ შეასრულა ეს ეპიზოდი. 1 შეხებით გაუშვა ბურთი კარისკენ და 1-0 დაწინაურდა ავაზა. კარგია ამ მომენტისთვის ავაზას აქ 9 ქულა და გუნდი ინარჩუნებს პირველ პოზიციას. ნახოთ ეს შეტევა ღუდუშაური ამჯერად კარგად თამაშობს დაცვაში. 2-7 ნომრის დაპირისპირება ამასობაში და რა ხდება ბურთი ტოვებს მოედნის ფარგლებს. ღუდუშაური არ იყო ეს, უბრალოდ გობეჯიშვილი იყო ეს ფეხბურთელი. საჯარიმოში გაკეთდა გადაცემა, იქნება აუტი, ბურთი დარჩება ისევ სიონს. ასია თუ ისე სიონს მოუწევს გააქტიურება და რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა იყვნენ ავაზას ფეხბურთელები დაცვაში. ჩხაიძეზე გადაცემა არ გადის, შემდეგ ბურთისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, ისევ სიონის ფეხბურთელები დარჩებიან ბურთით.
არ გამოვიდა პასი, შემდეგ მეკარეს მისდის ბურთი. კარგად ითამაშეს ავაზას ფეხბურთელებმა ამჯერადაც დაცვაში. ხუთუშაურის მიმართულებით გაკეთდა გადაცემა, არ გავიდა პასი. შემდეგ კარგი იყო კოტრიკაძე და სწორედ ის მოაწვის აუტიდან ბურთს, სწრაფად მოაწოდა აუტი. ხუთუშაური ძალიან ტექნიკურად თამაშობს და კიდევ ერთი აუტი იქნება ისევ კოტრიკაძე ამჯერად მეტოქის ნახევრიდან გააკეთებს ამას. გავიდა ის გადაცემა ხუთუშაურის ჩაწოდება საჯარიმოში ცოტათი ძლიერი იყო ის ჩაწოდება, მაგრამ გრძელდება ავაზას შეტევა, კარგი მოძრაობა, კიდევ ერთი პასი საჯარიმოში. ხუთუშაური გაისწორა, დარტყმა არ გამოვიდა, შემდეგ არც სრულ მოძრაობა და დაკარგა ბურთი მე-7 ნომერმა წამოვიდა აქ სწრაფ შეტევაში სიონი. ლავ მარცხენა ფლანგიდან და რა კარგია აქაც გობეჯიშვილი ვარდნაში შესანიშნავად ითამაშა. იქნება აუტი, ისევ როგორც ჩანს კუთხურია უბრალოდ იქნება ბურთით ისევ სიონი შეტევაში. ჩაწოდება საჯარიმოში, აქაც არ გამოვიდა ეს ჩაწოდება, შემდეგ პასია საჭირო, შიოლაშვილი აკეთებს მაინც გადაცემას. ხუთუშაური მიიღო ბურთი, ერთ-ერთზეა მეკარეს და შეუძლია გატანა სრულ მოძრაობა, დარტყმა და რა ბურთი აიღო მეკარემ დამატება, კიდევ ერთი სეივი. სიონის მეკარისგან ისევ ხუთუშაური არ გამოვიდა აქ მეორე ბურთის გატანა, რა კარგი შანსი ჰქონდა ავაზას. ორამდე გაეზარდა უპირატესობა დღევანდელ შეხვედრაში. ხუთუშაურმა თითქმის ყველაფერი კარგად გააკეთა, შემდეგ მეკარის არაერთი ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც შემოგთავაზა სიონის გოლკიპერმა, კიდევ ერთი დარტყმა და დათუკიშვილის წინვალე გოლი ამ შეხვედრაში 2-0 ხდება ანგარიში და უკვე სოლიდურია ავაზას უპირატესობა გადაარჩინა სიონის მეკარემ საკუთარი გუნდი. რა თქმა უნდა ამ ეპიზოდზე მეკარის დანაშაულება არ შეიძლება. 2-0. ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით ავაზასთვის. კოტრიკაძე კარგად ითამაშა, შემდეგ გობეჯიშვილი აუტია, ბურთი დარჩება ავაზას. კოტრიკაძე მოაწვის აუტიდან ბურთს. ამ მომენტისთვის 14 გატანილი გოლი უგროვდება ავაზას, აქ რა ხდება? კიდევ ერთი აუტია, როგორც ჩანს სიონი დარჩება ისევ შეტევაში. 5 თამაში 14 გატანილი ბურთი, რა თქმა უნდა ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯერჯერობით 3 აქვს გაშვებული ავაზას. მოაწოდეს აუტი სიონის ფეხბურთელებმა, ყურადღებით უნდა იყოს გობეჯიშვილი დაცვაში, კარგად თამაშობს აქაც გობეჯიშვილი, შემდეგ პასია საჭირო, გააკეთა ჩხაიძეზე გადაცემა, მაგრამ არ გამოვიდა ეს პასი, მაგრამ კოტრიკაძე მოიგერია ბურთი უმისამართოდ, ხუთუშაური უნდა იყოს აქ ბურთზე პირველი, ხუთუშაური მაინც მიიღო ბურთი, კარგია, მე-7 ნომერი პასიც გააკეთა შემდეგ შიოლაშვილის მიმართულებით, მაგრამ არ გამოვიდა გადაცემა ზუსტი და ისევ სიონი ეცდება შეტევას. ამჯერად ნახოთ დაცვაში გობეჯიშვილი რას იზამს, ძალიან კარგად თამაშობს აქაც სიონის კაპიტნის წინააღმდეგ გობეჯიშვილი. დარჩება ისევ ავაზა ბურთით. კვლავ ხუთუშაურის მიმართულებით გააკეთა გადაცემა, ძალიან კარგია ხუთუშაური აქაც. პასია საჭირო, გააკეთა პასს გადაცემა, ჩხაიძემ რატო გაატარა? აქ არის მაინც შანსი ჩხაიძე. თუ დაარტყამს ჩხაიძე, არა, ცოელები თამაშობენ კარგად. თუ თავდაპირველ ეპიზოდში, როდესაც ხუთუშაურმა პასი გააკეთა ჩხაიძეზე, იქ უნდა დაერტყა ჩხაიძეს და გატარება არ იყო აქ კარგი ვარიანტი, მაგრამ მაინც შეექმნა შანსი ავაზას და ისევ 2-0-ია ანგარიში. უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, ამ გუნდს. თან ორბურთიანი სხვაობით იგებს და მესამის გატანის შემთხვევაში უკვე თითქმის განაგდებულიც ექნებათ. 3 ქულა აქ მოიგერია ეს ბურთი სიონის ფეხბურთელებმა უმისამართოდ. სახიფათო მომენტი განსაკუთრებული სიონს ბოლო წუთებია არ შეუქმნია. თუ სახიფათო მომენტებს ხედავთ ხოლმე ხო სიონის კართან აქ ჩხაიძეზე გაკეთდა პასი ზუსტი იყო და თუკიშვილი კარგი იყო ამ სიტუაციაშიც. იქნება აუტი. სწრაფად მოაწოდა თუკიშვილმა ისევ ჩხაიძე. ძალიან კარგად ითამაშა, თავზე გადაუგდო. შემდეგ პასის გაკეთება არ გამოვიდა, კიდევ ერთი აუტი იქნება. ყოჩა ჩხაიძეს ძალიან კარგი იყო, მე-9 ნომერი. ისევ დათუკიშვილი მოაწვის, არა გობეჯიშვილს დაუტოვა ბურთი. დათუკიშვილი ჩაწოდება, ჩხაიძე თავით ითამაშა, მაგრამ დარტყმა არ გამოვიდა. პასია სამაგიეროდ აქ ხუთუშაური ტექნიკურად თამაშის და არ გამოდის. შემდეგ შეუშალეს ერთმანეთს ხელი სიონის ფეხბურთელებმა, კოტრიკაძე მაინც გააკეთა გადაცემა, არის აქ შანსი დათუკიშვილის დარტყმა, ხარიხას ხვდება ბურთი, ხუთუშაურს მიუვიდა. ხუთუშაური მაინც აკეთებს პასს, ჩხაიძე კიდევ ერთი ხარიხა და აქაც გადარჩა სიონი, რა კარგი შანსი ჰქონდა ავაზას. ბრავო ხუთუშაური, ერთ-ერთი გამორჩეული არის ის როგორც ყოველთვის თავისი გუნდის რიგებში, მაგრამ მარტო ხუთუშაურზე არ არის აქ საუბარი, ისევ ავაზას შანსი ხუთუშაური, ჩხაიძე, დარტყმა მეკარე კვლავ. მე რამდენით გადაარჩინა უკვე სიონი საკუთარმა მეკარემ
შეიცვალა აქ მეკარეები სიონის რიგებში. მთლიანად გუნდი გამოიყურება ავაზა ძალიან კარგად დღევანდელ შეხვედრაში. ხუთუშაური აწვის ამასობაში ჩაწოდება. ცველები თამაშობენ ყურადღებით და შემდეგ გურჩანს გააჩერა თამაში არბიტრმა და იქნება კარგი შანსი პენალტი დაინიშნა სიონის კარის მიმართულებით დათუკიშვილი. როგორც ჩანს დათუკიშვილი შეასრულებს აი ამ პენალტს. აბა, გამორბენი მეხუთე ნომრისგან დარტყმა ძლიერი და 3-0 ხდება ანგარიში, მეკარემ ვერ მოახერხა აქ ბურთის მოგერიება შეეხო ბურთს, მაგრამ ვერ გასი გუნდი 3-0. დავაი ყურადღებით თვარ. მე-15 გოლი ამ მომენტისთვის 5 შეხვედრაში ავაზას. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ავაზას, აქ კიდევ ერთი შეტევა ჩხაიძე კარგი იყო, აღარ გამოვიდა შემდეგ შეტევის გაგრძელება. ამასობაში კარგი იყო მჟავანაძეც. ისევ ბურთით აქ შიოლაშვილია ბურთით გააკეთა გადაცხება ჩხაიძის მისამართით ვარძნაში თამაშობენ კარგად სიონის ფეხბურთელები დაცვაში. დათუკიშვილი მივიდა ამასობაში ბურთთან ის შეასრულებს კუთხურიდან. ყურადღებით ჩაწოდება საჯარიმოში ძალიან ლამაზი დარტყმა იყო არ გავიდა გოლი კიდევ ერთი ხარიხა ვნახეთ და იქნება აუტი დარჩება ავაზა ისევ შეტევაში კოტრიკაძე მოაწოდა სწრაფად ხუდუშაური ძალიან კარგად თამაშობს მე პასი გააკეთა შემდეგ ხუდუშაურმა გრძელდება შეტევა ჩხაიძის დარტყმა აქაც გადარჩა სიონი და კუთხური უნდა იყოს. კი ბატონო დათუკიშვილი ჩააწვის ისევ კუთხურიდან ბურთს. ნახოთ ამჯერად აი ამ სტანდარტულს ამოყვება ჩაწოდება შიოლაშვილის დარტყმა არაზუსტია. იქნება დარტყმა კარიდან. აქაც კარგი შანსი ჰქონდა ავაზას. იქვე ცდილობდნენ ავაზას ფეხბურთელები ბურთის დაბრუნებას კერძოდ დათუკიშვილი, მაგრამ არ გამოვიდა. იქნება აუტი. ლურჯმაისურიანი ფეხბურთელები იქნებიან ბურთით აქ ყურადღებით არის დაცვაში თამაში საჭირო კარგი შეტევა აქ სიონს დარტყმა და ერთი ბურთი გაიტანეს სიონის ფეხბურთელებმა კარგი კონტრშეტევა გამოვიდა და დაცვაში ვერ ითამაშეს ფეხბურთელებმა არაუშავს 3-1 ხდება ანგარიში ორ ბურთიანია ავაზას უპირატესობა მაინც სოლიდურია უპირატესობა და რა თქმა უნდა აი ამ უპირატესობის ფონზეც ძალიან მარტივად შეუძლია ავაზას თამაშის მოგება კოტრიკაძე მოაწოდა სწრაფად აუტი დათუკიშვილი ხუდუშაური უბრალოდ ბოდიშით ორი ფეხბურთელის გარემოცვაში იყო ბურთი შეინარჩუნა კოტრიკაძეს დაუტოვა შემდეგ მოაწოდა კოტრიკაძემ ჩხაიძე დათუკიშვილის მისამართით გაკეთდა გადაცემა ზუსტია ეს პასი დათუკიშვილმა შემდეგ ერთი შეხებით ცადა პასის გაკეთება ბრუნში მაგრამ არ გამოვიდა იქნება დარტყმა კარიდან მეკარე მარს თუ ისე დამაჯერებლად შეიყვანა ბურთი თამაში, შემდეგ ისევ სიონის მეკარეს მისდის ბურთი ხელებში, ჩხაიძე, პრესინგზე კარგი იყო მეცხრე ნომერი, მაგრამ მეკარე მაინც აკეთებს პასის გაკეთებას, დათუკიშვილი კარგია, შემდეგ დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, იქნება კუთხური, დათუკიშვილი სწრაფად ჩააწოდა და შიოლაშვილს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ აქაც არ გამოვიდა, ამჯერად ფეხით ურტყამდა შიოლაშვილი მეტოქის კარის მიმართულებით აქ ეს პასი არ არის ზუსტი იქნება აუტი. კვლავ დათუკიშვილი მოაწოდა სწრაფად ჩხაიძე კიდევ ერთი აუტია. დამენა რა. ისა ჩხაიძე და დემენა. ცვლილებები ავაზას შემადგენლობაში გოჩიაშვილი შემოვიდა მოედანზე და ასევე ჩაერთო კალმახელიძეც. ჩხაიძე გავიდა და დათუკიშვილი. დავაი მანდო ბიჭო ისა რამად ძალიან კარგი თამაში აქვს ორივე ფეხბურთელს დათუკიშვილი არაერთ სიტუაციაში იყო ძალიან კარგი და მან არაერთ საფეხბურთო მომენტი შექმნა მეტოქის კართან და ჩხაიძემაც არაერთი კარგი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგთავაზა ხუდუშაური კვლავ მარცხენა ფლანგიდან ბურთით გაატარა ბურთი მეშვიდე ნომერმა შემდეგ კოტრიკაძე ისევ ხუდუშაური კარგად ჩააყენა კორპუსი და იქნება კუთხური დარჩება ისევ ავაზას შეტევაში ჩაწოდება ხუდუშაურისგან და ისევ შიოლაშვილს ჰქონდა კარგი შანსი გოლის გატანის. ამჯერადაც არ გამოვიდა. გაშვებული გოლის შემდეგ
აქტიურობს ავაზა და ცდილობს რომ კიდევ ერთი ბურთი გაიტანოს ამ შეხვედრაში და ისევ სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვოს ჩვენ შეხვედრაში. აქ მაღალი პასი, კარგად ჩამოიღო ბურთი შიოლაშვილმა, შემდეგ პასიც გააკეთა ღუდუშაური, ვარდნაში არ გამოდის პასი, მაგრამ ისევ ღუდუშაური თამაშობს. კარგად კიდევ ერთი ვარდნა მის წინააღმდეგ, ამჯერადაც კარგად ითამაშეს სიონის ფეხბურთელებმა დაცვაში. კოტრიკაძე, არა, როგორ ჩანს ბურთი სიონს დარჩება. მოაწოდეს აუტი სწრაფად სიონის ფეხბურთელებმა. კიდევ ერთი აუტია. კოტრიკაძე ბოლომდე იბრძოლა და ბურთი მეტოქის დარჩება, როგორც ჩანს დაარღვია თამაშის წესები. გათამაშეს აქციონის ფეხბურთელებმა ბურთი. ღუდუშაური აუტია ამასობაში ისევ ავაზა დარჩება ბურთით. კოტრიკაძე სწორედ ის მოაწვის აუტიდან. შიოლაშვილი კარგია. შემდეგ ღუდუშაური ვარდნაში კარგად თამაშობს. მოატყუა ერთი ფეხბურთელი. ბურთი დაუტოვა თავის გუნდს, შემდეგ კოტრიკაძემ უნდა მოაწოდეს აუტი, არ არის ბურთი თამაში. მოაწოდა ისევ ღუდუშაურზე, არ გავიდა ეს გადაცემა. შეიძლება აქ ბურთის გატარება, შემდეგ ღუდუშაური ვარდნაში თამაშობს უხეშად და იქნება ჯარიმა სიონის საკუთარ ნახევარზე დარჩება ბურთით. 3-1-ია ანგარიში ორ ბურთიანი სხვაობით იგებს ავაზა. მშვიდობის თასის D ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში, სადაც სიონს ეთამაშება ამ გუნდს 4 შეხვედრაში 4 ქულა ქონდა. ახოთ აქ ეს ეპიზოდი და არის კარგი შანსი იმისა, რომ მეხუთე თამაშშიც დარჩეს 4 ქულა და ამით ძალიან შეიმციროს შანსები. ავაზას გითხარით რომ 6 ქულიანი იყო ეს გუნდი ამ შეხვედრამდე და ახლა ამ მომენტისთვის ლაივ რეჟიმში თუ ჩავხედავთ აქ 9 ქულა და 3 გამარჯვება, 1 მარცხი. ამასობაში ღუდუშაური, კარგი მოძრაობები, დაარტყა და რა გოლი გაიტანა. 4-1 ხდება ანგარიში. სამბურთიანია ისევ ავაზას უპირატესობა და ულამაზესი გოლი გავიდა კიდევ ერთი ამ შეხვედრაში. ამჯერად ღუდუშა მოიჩინა თავი. არაერთი მცდელობა ჰქონდა ამ ფეხბურთელს ამ შეხვედრაში და ესეთი გოლით დაასრულა. შემდეგ 4-1 პირველივე ტაიმში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ავაზას. თუნდაც ანგარიშიდან გამომდინარე და თუნდაც იქიდან გამომდინარე რა თამაშსაც აჩვენებს ეს გუნდი სიონის წინააღმდეგ დღევანდელ შეხვედრაში. საბა ბურსოდადე ეგრე. აია, ნიკუშ, აი. დატოვა აქ ამასობაში ბურთმა მოედნის ფარგლები, იქნება დარტყმა კარიდან. წარ! არ გავიდა გადაცემა, არის აქ მომენტი დარტყმა და მაინც გავიდა კიდევ ერთი გოლი, 5-1. 4 ბურთიანია უპირატესობა უკვე ავაზასი და გოლის ავტორი არის გოჩიაშვილი, რომელიც სვლებიდან შემოვიდა მოედანზე. დიდი ანგარიშით იგებს ავაზა ჩვენი შეხვედრას. შიოლაშვილი, უდუშაური, გოჩიაშვილზე პასი არ გადის, შიოლაშვილის დარტყმა. აქაც სახიფათო იყო ეს ეპიზოდი. Давай, ისა ზუკი там ჩააწოდ. მირბინი, აბა დათუკიშვილი, მირბინი რომ გაგითავ. აბა ნახოთ აი ამ სტანდარტულს რა მოყვება. აი აღარ, ჩად იმაში. უდუშაური ჩაწოდება საჯარიმოში არის აქაც შანსი. დათუკიშვილი კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში, უდუშაურზე გავიდა პასი, დატოვა ბურთი მოედანზე, დარტყმა, მეკარე კარგი ამ ეპიზოდში. შემდეგ იქნება მოდი დათუკიშვილმა ჩანს კიდევ ერთი კუთხური. დათუკიშვილი ჩააწვის როგორც ჩანს
სტანდარტიდან, კუთხურიდან ბურთს. კიდევ ერთი კუთხური ექნება ავაზას, ჩაწოდება საჯარიმოში. გურჩანს ეთიზეთ მესამე კუთხური იქნება ერთ შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან. ჩაწოდება ნახოთ აქ რა იქნება, გამოიტანეს მცველებმა ბურთი და თუკიშვილი. კარგ თამაშობს, შემდეგ ვარდნაში მის წინააღმდეგ თამაშობენ სიონის ფეხბურთელები, მაგრამ ისევ ავაზა რჩება ბურთით. არ გამოვიდა აქ და თუკიშვილის პასი. აუტიდან, კვლავ მეხუთე ნომერი მოაწვის აუტიდან ბურთს. შიოლაშვილი ცდილობდა დარტყმას, შემდეგ არ გამოვიდა ცდილობა, რომელიც ჰქონდა კალმახელიძეს და ბურთი სიონს დარჩება საკუთარ ნახევარზე. ხუთუშაური ძალიან კარგად თამაშობს ართმევაზე, შემდეგ ჯარიმა მის წინააღმდეგ ძალიან მიუხეშეს სიონის ფეხბურთელებმა. იქნება კარგი სტანდარტული ისევ სიონის კართან. და თუკიშვილი და ხუთუშაური არიან. და ხუთუშაური დარჩა როგორც ჩანს და შეასრულებს ამ ჯარიმას. ზუკა ხუთუშაური, რომელმაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში, ეს ჩაწოდებას გავდა, დასრულდა ამასობაში პირველი ტაიმი. დიანგარიში დგებს ავაზა, შევისუნოთ და დაუბრუნდებით მალევე მეორე ნახევარში. ბრუნდები თამაშობაში მეორე ტაიმში საკმაოდ დიდი ანგარიში დგებს ავაზა სიონის წინააღმდეგ შვიდობის თასის მეხუთე ტურის შეხვედრაში, სადაც პირველ ტაიმშივე მოდი ვთქვათ, რომ გადაწყვიტა ავაზამ ყველაფერი, რომ სამკურას სამ შეხვედრაში ძალიან დიდი ალბათობით ავაზა აიღებს. აქ ნახოთ ეს ეპიზოდი გავიდა, არ გავიდა ეს. გადაცემა ცველები თამაშობენ კარგად, ჩხაიძე აკეთებდა საკმაოდ საინტერესო პასს, მაგრამ არ გამოვიდა, იქნება კუთხური დაბრუნდა მოედანზე ჩხაიძე. რომელსაც ასევე კარგი თამაში აქვს, აქ ჩაწოდება საჯარიმოში. ბურთი დარჩება ავაზას, დარტყმას აკიფათო და გავიდა კიდევ ერთი გოლი სიონის კარში. კოტრიკაძე ამჯერად გოლის ავტორი, 6-1 ხდება ანგარიში. მერამდენე ბრავო, კოტრიგე. ლამაზი გოლი იყო უკვე ამ შეხვედრაში, კოტრიკაძემაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მოახერხა ავაზამ გოლის გატანა. კოტრიკაძე ამჯერად პასი არ გამოდის, დაკარგეს ბურთი ავაზას ფეხბურთელებმა, შემდეგ ყურადღებით უნდა იყვნენ დაცვაში. ვარდნაში ძალიან კარგი იყო გობეჯიშვილი და იქნება კუთხური. მie კუთხურია, ჩავიწიე დროზე. ჩავიდა დროზე. ხახი, ლუკა, ვის იყო? აბა ვნახოთ აი ამ სტანდარტულს გამოყვება. ჩაწოდება, არ გამოდის ეს ჩაწოდება, იქნება აუტი, ბურთი დარჩება ავაზას, კოტრიკაძე მოაწოდა სწრაფად აუტი. ხუთუშაური, კოტრიკაძე. არ გამოდის ეს გადაცემა, შემდეგ ვარდნაში კარგი თამაში შიოლაშვილის მხრიდან და იქნება აუტი, ბურთი სიონს დარჩება მეტოქის ნახევარზე. აკი ბურთი ავაზას დარჩება ამასობაში შეტევაში. ხუთუშაური აბა ვნახოთ რას იზამს, დაარტყა და საფიქრათო იყო ეს დარტყმა, იქნება დარტყმა კარიდან. ისე ხუთუშაურს ჰქონდა კარგი შანსი. შეიყვანს ამასობაში ბურთს სიონის მეკარე და შეცდომა, კიდევ ერთი გოლი გადის სიონის კარში, ჩხაიძე არის ამ გოლის ავტორი. აქ რა თქმა უნდა შეცდომა იყო მეკარის ანგარიში უკვე კიდევ უფრო დიდი გახდა დღევანდელ შეხვედრაში.
კი სიონი ცდილობს შეტევას, კოტრიკაძე კარგია დაცვაში, შემდეგ შიოლაშვილმა ითამაშა ძალიან კარგად. დათუკიშვილი სრომოცრაობა გააკეთა გადაცემა, შიოლაშვილი ვარდნაში ცდილობდა პასის გაკეთებას, ისევ შიოლაშვილი, გავიდა გადაცემა, ჩხაიძე. ამჯერად ვერ მოახერხა გოლის გატანა, კარგად ითამაშა. მეკარე მაგ შიოლაშვილი თავის ცდილობდა დარტყმას, იქნება დარტყმა კარიდან. ისევ ჩხაიძეს აქვს შანსი დათუკიშვილის დარტყმა ამასობაში მცველები თამაშობენ. ჩხაიძე კიდევ ერთი გოლი გაიტანა ავაზამ. 8-1-ია. ანგარიში. რა თქმა უნდა, პირველივე ტაიმში ვიცოდით უკვე პირველი ტაიმის ბოლოს, რომ ავაზამ შეხვედრაში სამქულას აიღებდა. დათუკიშვილმა ჩაჭრა ეს გადაცემა. შიოლაშვილი ჩხაიძე ჯერჯერობით კარგია ჩხაიძე, შემდეგ პასი არ გამოსდის. წინ გაკეთდა გადაცემა, არ არის ეს გადაცემა ზუსტი კობეჯიშვილის მაღალი პასი ჩხაიძის მისამართით კეთდებოდა, მაგრამ არც ეს პასი გამოვიდა და იქნება ისევ დარტყმა კარიდან. ამ მომენტისთვის 20 გოლი დაუგროვდა უკვე ჯგუფში ავაზას. მხოლოდ და მხოლოდ გაშვებული აქვს 4 ბურთი. 20-4-ზე ძალიან კარგი მაჩვენებელია. მთავარი არბიტრი აჩერებს თამაშს და როგორც ჩანს დარჩება სიონს. გაათამაშეს ბურთი სიონის ფეხბურთელებმა. ხუდუშაური თამაშობს ძალიან კარგად, ერთი ფეხბურთელი მოატყუა, შემდეგ მეორე ჩამოიტოვა, პასი გააკეთა, დათუკიშვილი და კიდევ ერთი გოლი გაიტანა ავაზამ. უკვე არასაფეხბურთო ანგარიში. დათუკიშვილი არის გოლის ავტორი. ხუდუშაური აქაც ძალიან დამაჯა, ძალიან კარგი. სიონის ფეხბურთელები ხუდუშაური კარგად თამაშობს, შემდეგ რა ხდება? კუთხური იქნება. ჩაწოდება საჯარიმოში. გრძელდება შეტევა, კიდევ ერთი მომენტია, შიოლაშვილი ცდილობდა დარტყმას, არ გამოვიდა, იქნება დარტყმა კარიდან. აბა ვნახოთ ეს ეპიზოდი, კარგი შანსი აქვს ისევ ავაზას. ჩხაიძე ცდილობდა აქაც გოლის გატანას, მაგრამ არ გამოდის, იქნება კუთხური. ხუდუშაური მოაწვის როგორც ჩანს. აბა ვნახოთ ეს ეპიზოდი. ჩხაიძე იქნება როგორც ჩანს დარტყმა კარიდან ბურთი სიონს დარჩება. სიონის ფეხბურთელები არიან ამასობაში ბურთით მეტოქის ნახევარზე, კარგი შანსია, დარტყმა და გავიდა. მაინც აქ გოლი. მეორე ბურთი გაიტანეს ამ შეხვედრაში სიონის ფეხბურთელებმა. ცხრით 2-ია ანგარიში. ხუდუშაურმა ვერ მოახერხა ბურთის მიღება, იქნება აუტი. მოაწოდეს აუტი ამასობაში სიონის ფეხბურთელებმა, დაიბრუნა ბურთი ავაზამ, ისევ შიოლაშვილი ვნახოთ რა სიზამს დათუკიშვილის მისამართით გაკეთა პასი. კარგია დათუკიშვილი, შემდეგ ჩაწოდება საჯარიმოში. არ გამოდის ეს გადაცემა, იქნება დარტყმა კარიდან. მაღალი პასი ამასობაში მეკარისგან. შიოლაშვილი ნახოთ რა სიზამს, ხუდუშაური ბურთით ვარდნაში კარგად თამაშობენ მის წინააღმდეგ. იქნება კუთხური, კიდევ ერთი სტანდარტული ექნება ავაზას. ხუდუშაური აწვდის ისევ ჩაწოდება
და არის აქ შანსი კიდევ ერთი გოლის გატანის, მეკარე ძალიან კარგია ამ სიტუაციაში, იქნება კიდევ ერთი სტანდარტული ამჯერად შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოაწვდიან კუთხურს ავაზას ფეხბურთელები. ჩაწოდება, მეკარე თამაშობს ყურადღებით, აქაც კოტრიკაძემ სადა დარტყმა, შემდეგ შიოლაშვილის დარტყმა და მაინც გავიდა აქ კიდევ ერთი გოლი ამ შეხვედრაში ავაზას მხრიდან და 10-2-ია უკვე ანგარიში. არ გამოდის ეს პასი, შემდეგ ბურთით სიონის ფეხბურთელები. მეკარე თამაშობს აქ ბურთზე. სწრაფად შეიყვანა აქ ბურთი თამაში, შემდეგ პირველი ბურთზე თამაშობს სიონის მოთამაშე, იქნება აუტი. გობეჯიშვილმა მოაწოდა აუტი ამასობაში, დათუკიშვილი ვერ ითამაშა ბურთზე, შიოლაშვილი ჩხაიძის მისამართით გაკეთდა პასი, ჩხაიძის კიდევ ერთი გადაცემა, ცოტათი ძლიერი იყო ეს პასი და არაზუსტი იქნება დარტყმა კარიდან, ხუთუშაურს უკეთებდა ჩხაიძე პასს. გობეჯიშვილი კარგია, შემდეგ შიოლაშვილი ისევ ავაზა შეტევაში, შიოლაშვილის დარტყმა კიდევ ერთი დარტყმა, ამჯერად არაზუსტია, იქნება კვლავ დარტყმა კარიდან. ჟავანაძე და კალმა ხელიძე შემოვლენ მოედანზე ავაზას რიგებში. რა კარგად მიიღო აქ უდუშაურმა, დაარტყა და ბრწყინვალე გოლი, კიდევ ერთი უკვე ძალიან ლამაზი გოლი იყო, აქაც თავისი მიღებით, თავისი გასწორებით და დარტყმით. ბრავო უდუშაურს. კიდევ ერთი გოლი გაიტანა ავაზამ. კი განხორციელდება ცვლილებები ავაზას რიგებში დათუკიშვილი და კოტრიკაძე გავიდა კალმა ხელიძე მოედანზე. მეკარე. გავიშალეთ, გააგორე მიეციმად. ერეკლე გახსნა უნდა. ბურთი დარჩება ავაზას. გაეხსენი ზუკი, გაეხსენი. იქვე გადაცემა შავანაძე. კარგია, პასიც გააკეთა ხუთუშაური. ერთ-ერთზე პასი გააკეთა შიოლაშვილზე, ისევ ხუთუშაური. დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად, კვლავ ხუთუშაური, შიოლაშვილი, კიდევ ერთი დარტყმა. არ გამოვიდა აქაც გოლის გატანა. კოჩიაშვილსაც ჰქონდა შანსი რომ ეთამაშა ბურთზე. იდეალურად კიდევ ერთი გოლი გავიდოდა. ეს პასი არ გადის, კარგია კალმა ხელიძე, შემდეგ უკან გადაცემა. კარგად თამაშობს გობეჯიშვილი, შემდეგ ეს პასი ზუსტი არ უნდა იყოს წესით, ასიც არის და იქნება დარტყმა კარიდან. შიოლაშვილმა ჩაჭრა გადაცემა, ისევ ავაზას აქვს შანსი შიოლაშვილი პასის გაკეთებაცა და არ გამოვიდა გადაცემა გოჩიაშვილის მიმართულებით. შემდეგ არ შეიყვანა მეკარემ ბურთი თამაში და კიდევ ერთი გოლი გადის. შიოლაშვილი არის გოლის ავტორი. შეიყვანეს აქ ბურთი თამაში სიონის ფეხბურთელებმა. ეს გადაცემა არ გამოდის, შემდეგ ისევ სიონის ფეხბურთელები არიან ბურთით, იქნება აუტი. გოჩენს ავაზი დარჩება ბურთით, სწრაფად მოაწოდეს აუტი ავაზას ფეხბურთელებმა. გოჩიაშვილის ცდილობდა აქ ბურთის მოპოვებას, აუტი იქნება, ისევ ავაზი დარჩება ბურთით, გობეჯიშვილი მოაწოდეს აუტიდან ბურთს. შიოლაშვილი მოახერხა პასის გაკეთება. კალმა ხელიძე, შემდეგ ვარდნაში თამაშობენ მის წინააღმდეგ. კარგად კიდევ ერთი ვარდნა და ამჯერად ჯარიმა, რა თქმა უნდა, იქნება სტანდარტული ავაზას. აბა ნახოთ ეს ეპიზოდი შიოლაშვილის დარტყმა გარედან ხდება ბურთი პატეს. კიდევ ერთი შანსი აქვს ავაზას, შიოლაშვილის დარტყმა არ გამოდის, შემდეგ
ვერ ითამაშა გოჩიაშვილმა, კარგად ბურთი ვერ მიიღო, იქნება დარტყმა კარიდან. გუდუშაური კარგია ძალიან ჩაჭრაზე. ერთ-ერთი არის მცველთან ჩაწოდება. ცდილობდა აქ მე-6 ნომერი გოჩიაშვილი თავით ითამაშა კიდევაც, მაგრამ დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა. ავაზას მე-6 ნომერს აკი. მომდე იბრძვიან ავაზას ფეხბურთელები, ჟავანის პასი გამოვიდა მაინც გუდუშაური, შიოლაშვილი, კარგი გათამაშებაა, ისევ გუდუშაური. არ გამოდის ამასობაში ეს პასი გოჩიაშვილს. კიდევ ერთი აუტი იქნება. ჟავანაძე სწრაფად მოაწოდა, გუდუშაური კარგია აქაც. ნახოთ შემდეგ რა იქნება, გაკეთდა გადაცემა საჯარიმოში და იქნება კუთხური. სიონის რიგებშიც განხორციელდა ცვლილება, კიდევ ერთი მომენტი იყო. ცველები თამაშობენ ყურადღებით. ზედმეტ მეორე კუთხური იქნება, ისევ გუდუშაური ჩაწოდება. გადმოვარდნილზე ხოლმე სიონის ფეხბურთელები არიან, კაპიტნის გადაცემა არ გამოდის. ეს პასი გავიდა, შემდეგ კარგი მოძრაობა ძალიან. ნახოთ როგორი გაგრძელება იქნება, ეს მოძრაობა საკმაოდ კარგია, შემდეგ პასიც გავიდა და კარგი შანსი ჰქონდა სიონს. მაგრამ მეკარე თამაშობს ძალიან კარგად ჩარგეიშვილი, რომელმაც სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში. გუდუშაური აქაც ძალიან კარგია, წაიქცა გოჩიაშვილი, მაგრამ თამაში გრძელდება. ბურთით სიონის ფეხბურთელები, აქ ვარდნაში ჟავანაძე თამაშობს ძალიან კარგად. შემდეგ სრულ მოძრაობა მეკარეზე გაკეთდა გადაცემა. ბურთით სიონი. კარგი იყო ახაც გუდუშაური, მოიპოვა ბურთი, შიოლაშვილის პასი, გობეჯიშვილი ვერ ითამაშა. გოჩიაშვილი უბრალოდ ვერ ითამაშა თავით და შემდეგ სწრაფი შეტევის შანსი აქვს სიონს. პასი გაკეთდა, მაგრამ ეს გადაცემა ჟავანაძემ ჩაჭრა, კარგი იყო, ძალიან 99 ნომერი. ისევ სიონი ცდილობს შეტევას. გავიდა ეს პასი, შემდეგ არც ეს გადაცემა გამოდის. ჟავანაძე აქაც ძალიან კარგია. არ გამოვა ეს პასი მეკარეზე, იქნება კუთხური. ავაზა დარჩება შეტევაში. ნახოთ აბა ჩაწოდება, შიოლაშვილი ერთი შეხებით დაარტყა. ლამაზად ცდილობდა გოლის გატანას. აქ კი ჩხაიძე დაბრუნდება, ასევე კოტრიკაძე ბრუნდება და შემოდის დათუკიშვილი ასევე მოედანზე. გუდუშაური გავიდა, შიოლაშვილი და გობეჯიშვილი. აუტია ამასობაში. კოტრიკაძე მოაწოდა აუტი. ეს გადაცემა მაინც გამოვიდა, შემდეგ ცველები ყურადღებით თამაშობენ სიონის. ისევ ავაზა ცდილობს შეტევას, ჩხაიძე კარგია, შემდეგ ჟავანაძე. მაინც გააკეთა პასი, გავიდა გადაცემა დათუკიშვილის დარტყმა და კიდევ ერთი გოლი. გაიტანა ავაზამ ამ შეხვედრაში და დათუკიშვილი არის გოლის ავტორი. მალე მოახერხა დათუკიშვილმა გოლის გატანა, რაც მოედანზე შემოვიდა. მე-5 ნომერი, რაც დაბრუნდა, მოდი ვთქვათ. მოედანზე აქ ეს გადაცემა გამოდის, სიონის ცდილობს მაინც შეტევას. იქნება აუტი. მიერა ბურთი მიეცი, შიოლას. და მოდი აქ თქვენ, მოდი აქ გუნდის თამაშს უყურე მან, მოდი. მოაწოდეს სწრაფად აუტი სიონის ფეხბურთელებმა. იქ საბას. ჟავანაძე კარგია, გადაცემა არ გამოდის, დათუკიშვილი, შემდეგ კარგი შანსია კიდევ ერთი გოლის გატანის და დარტყმა არ გამოვიდა, გოჩიაშვილს ჰქონდა შანსი გოლის გატანის. ბურთით სიონი. არა, ეს პასი არ გამოდის, ისევ გოჩიაშვილი არ გამოვიდა. მისგან პასი, შემდეგ ბურთისთვის ბრძოლა, ისევ სიონის ფეხბურთელები დარჩებიან ბურთით, მაგრამ აქ ბურთის დაკარგვა არ იქნება კარგი, დათუკიშვილი თამაშობდა ბოლომდე, იქნება დარტყმა კარიდან.
დაკარგეს ისევ ბურთი სიონის ფეხბურთელებმა. გოჩიაშვილი დაარტყა. იკარემ რა ბურთი აიღო, შემდეგ მაინც გავიდა გოლი. კიდევ ერთი გოლი გაიტანა ავაზამ. დათუკიშვილი აბა. ჟავანაძე არ გავიდა ჩხაიძეზე პასი, ისევ ჟავანაძე და აუცე გადადის ბურთი, დარჩება სიონს. მოაწოდეს სიონის ფეხბურთელებმა. უნდა იბრძვის ამასობაში გოჩიაშვილი. კოტრიკაძე მოაწოდა სწრაფად აუტი, კალმახელიძე შემდეგ. იქნება კიდევ ერთი შანსი ავაზას გოლის გატანის. კოტრიკაძე არ გამოდის ეს გადაცემა, იქნება როგორც ჩანს კუთხური და უფრო კარგი ვარიანტია აქედან გოლის გასატანა. დათუკიშვილი ჩააწვის კუთხურიდან. ჩაწოდება, ძველები თამაშობენ კარგით. ისევ დათუკიშვილი გაათამაშა ამასობაში, კოტრიკაძე დაარტყა კარში, მეკარე კარგად თამაშობს, დააფიქსირა მაინც ბურთი ხელებში. გოჩიაშვილი ცდილობდა აქაც გოლის გატანას. ეს პასი არ არის სუსტი. კალმახელიძე შემდეგ კიდევ ერთი აუტია და ისევ ავაზა დარჩება ბურთით. აბა გოჩიაშვილი ამჯერად არ გამოდის, არაზუსტი იყო ეს დარტყმა. აუ კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა ავაზას გოლის გატანის. აქაც არ გამოუვიდათ სიონის ფეხბურთელებს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, კარგი გათამაშება დათუკიშვილის დარტყმა და კიდევ ერთი გოლი გადის ამასობაში ჩვენ შეხვედრაში დასრულდა ეს თამაში დიდი ანგარიშით მოიგო ავაზამ და ძალიან მარტივი სამი ქულა აიღო შვიდობის თასის D ჯგუფში და გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება პირველ პოზიციაზეა. მე რატი აბზიანიძე ვიყავი თქვენთან ერთად. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ნახვამდის ბედნიერ დღეს გისურვებთ.